მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია და ვიწყებთ ჩემს საავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ეს არის ახალ სატელევიზიო სეზონზე პირველი გადაცემა, ანუ ხსნით სეზონს. დიდი მადლობა ჩემი გადაცემის გულშემატკივრებს, ძალიან ბევრი შემომეხმიანა, ზოგი მირეკავდა ქუჩაში ხდებოდა თუ მწერდა, როდის გავიდოდა, აღდგებოდა გადაცემა ანუ შვებულებაში იყო განათლების სისტემა და მეც თავისუფლება მივეცი, როდესაც სისტემა არის მთლიანად შვებულებაში, ჩვენც ვისვენებთ. დღევანდელი გადაცემის თემა არის სასკოლო და უმაღლესი განათლების პრობლემები. გამოწვევები. ტრადიციულად ჩვენ ქვეყანაში ტარდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახის გამოცდა და ყოველ ახალი სეზონს პრაქტიკულად ვიწყებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით და მისი ანალიზით. დღესაც არ უღალატებთ ტრადიციას და შევეცდები მოკლე ანალიზი გავაკეთო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ბატონი ომარ გოცაძე, პროფესორი და ბატონი ომარი არის წლების განმავლობაში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს ასე ვთქვათ მაღალ ჩინოსანი, მუშაობდა ასევე განათლების სისტემაში, ერთ-ერთი დიდი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი იყო და როგორც მოგეხსენებათ, ეხლა დიდ სიახლეს და იმას არ ვიტყვი, რომ როდესაც მოვიდნენ ნაციონალები და რაღაც პერიოდი კი მუშაობდა, მაგრამ შემდეგ გაუშვეს ლომაიას მინისტრობის დროს. ნუ პროფესიონალები ყველა გაუშვეს. და ასია დაწერილი ჩვენი უახლესი ისტორია ჩვენი განათლების სისტემის და პედაგოგიკის. დიდი მადლობა ბატონო ომარ მობრძანებისთვის და მე ჯერ ამ სტატისტიკურ მონაცემებს და ჩემურ ანალიზს ასე ვთქვათ ვიტყვი, გამოვთქვა მას და შემდეგ კიდევ გზადაგზა და შემდეგ დავიწყოთ თქვენთან საუბარი. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მადლობთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების სტატისტიკა ასეთია. 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39,000-ზე მეტი აპლიკანტი. აქედან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31,704 აბიტურიენტმა, ანუ 88%-მა. ალბათ შემდეგ კიდე გვექნება ჩვენ არა ამ გადაცემაში, სხვა გადაცემაში ამ სტატისტიკაზე საუბარი და სხვა წლებთან შედარებით გავაკეთებ ანალიზს. მაგრამ ისე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 2024 წელს 2023-ს, ანუ წინა წლებში 22-ში, 21-ში და 2020-ში და კიდე წინა და წინა წლებში უფრო მეტი იყო აბიტურიენტების რიცხვი. ამას აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ანუ ეს არის 88% სწავლის უფლება, ვინც მოიპოვა 31,704. 2025 წელს დაფინანსდა ესე იგი, აი ამ 31,764 აბიტურიენტიდან 11,600-ზე მეტი. ეხლა ეს 11,600 ყველა წელს ასეა, იმიტომ რომ აქ არის მყარად განსაზღვრული, რომ 100%-იან გრანტს აძლევენ 1000-ზე, 1000 ან 1000-ზე მეტ სტუდენტს, 70%-იან გრანტს აძლევენ 6500-ზე ცოტათი მეტ სტუდენტს და ან 6500 სტუდენტს, ხოლო 50%-იან გრანტს აძლევენ 4000
900-მდე სტუდენტს. ეს ასე ვთქვათ, მყარი ციფრებია თითქმის ყოველ წელს, ისე რომ აქ რამე მიღწევა და რაღაცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო რომ გამოყოფს პრიორიტეტებს და თვითონ სახელმწიფო რომ აფინანსებს, ასეთი ადგილია 5000-მდე. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლა გააგრძელა 1700-ზე მეტმა აპლიკანტმა, ხოლო აქედან დაფინანსდა 700-ზე მეტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა საგნების მიხედვით. და ეხლა აქ რა გამოვლინდა? ცნობილია ისიც თუ რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენა და ლიტერატურაში გამოცდაზე ერთნიშნა ქულა, ანუ 0 ქულა და 0-დან 1 2 3 4 5 6 7 8 9 ქულა. მაშინ, როდესაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 14 და მეტი გახლდათ. ანუ 0-დან 9 ქულამდე გამოყვეს და სწორადაც არის გამოყოფილი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ 39000-ზე მეტ აბიტურიენტს შორის 0 ქულა 9 შემთხვევაში დაიწერა. ყველა გამოცდა, აი, რაც ბარდება სხვადასხვა საგნები, 11 თუ 12 საგანი ბარდება თუ ისა, ყველა ამ ჩამონათვალში 9 შემთხვევაში 9 აბიტურიენტმა მიიღო 0 ქულა სხვადასხვა საგნებში, მაგრამ ჩვენ დასამწუხაროდ და ჩვენი ერი უნდა დაფიქრდეს ქართველობა მთლიანად და სახელმწიფო 9-დან 6 შემთხვევაში 6-მა აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ანუ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში 0 ქულა. 6 შემთხვევაში. შემდეგ ინგლისურში 2-მა მიიღო, ხოლო 2-მა აპლიკანტმა, ხოლო ისტორიაში 1-მა. აი ამ 9-დან. მშობლიური ენისა და ლიტერატურის ტესტირების 10 ქულამდე მიღების მაჩვენებელი კი ასეთია. ესე იგი 0 ქულა 6-მა აპლიკანტმა მიიღო, 1 ქულა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. 1 ქულა მიიღო 18-მა აპლიკანტმა, ანუ 18-მა აბიტურიენტმა, 2 ქულა 68 აბიტურიენტმა, ანუ ორიანი, 3 ქულა 138-მა აბიტურიენტმა, 4 ქულა 284-მა აბიტურიენტმა, 5 ქულა 375-მა აპლიკანტმა, 6 ქულა 420-მა, 7 ქულა 595-მა, 8 ქულა 688-მ და 9 ქულა 765-მა. და ეს ჯამში შეადგენს 0-დან 10 ქულამდე დაიმსახურა 3347-მა აბიტურიენტმა. ესე იგი, პრაქტიკულად ნულოვანი ცოდნა გააჩნია ზუსტად 8.6 თუ დავამგონოთ 9%-მდე მინიმალური ზღვის ქვემოთ. აი, ქართულში როგორც ვთქვით, 14 იყო მინიმალური ქულა, მაგრამ 14-ზე არ არის ლაპარაკი, 10 ქულაზე ნაკლები მიიღო 3347-მა. ანუ 9%-ად და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ 11 ქულა რამდენმა მიიღო, 12, 13 რამდენმა მიიღო. ანუ იქნება კიდევ რამდენიმე 1000 დაემატება და აი ეს არის ჩვენი მდგომარეობა სახელმწიფო ენაში, ანუ მშობლიურ ენა და ლიტერატურაში, როგორც არამართლზომიერად უწოდებენ ქართული ენა და ლიტერატურა. ყველაზე მეტი აბიტურიენტი კვლავ ფიზიკაში ჩაიჭრა, ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა კი ინგლისურ ენაში დაიწერა. პროცენტულად ყველაზე ნაკლები უმაღლესი ქულა ისტორიაში დაიწერა, რაოდენობრივად კი ბიოლოგიაში დაიწერა 1 უმაღლესი ქულა.
ქართულში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 97-მა და 24-მა, ხოლო ვერ გადალახა 2.76%, მაქსიმალური ქულა მიიღო 127-მა აბიტურიენტმა. ახლა ვნახოთ ინგლისურში. ინგლისურში 95 და 68%-მა გადალახა ზღვარი, 4-მა და 32-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ხოლო 1096-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა. და 127-მა აბიტურიენტმა მიიღო ქართულში, ანუ იგივე მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა. პრაქტიკულად 1000-ჯერ 1000-ით მეტმა რა. შარშანაც ასე იყო, შარშანწინაც ასე იყო და ეს არის ხალხნო ის დონე, როდესაც ერმა უნდა შემოკრას განგაშის ზარი და არაფერი არ ისმის. არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ჩურჩულის ხმაც კი არ ისმის. ვიღუპებით. თუ დაღუპულები არ ვართ უკვე. შემდეგი ისტორია 98 და 19%-მა 1.91-მა ვერ გადალახა და 8 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა. მათემატიკა კატასტროფა 84 და 17.7%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა დიახ და 15.93%-მა, ანუ 16%-მა ვერ გადალახა და 47-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა. ბიოლოგია 84.91%, ანუ პრაქტიკულად 85%-მა გადალახა, ხოლო 15%-მა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი და 1-მა, როგორც ვთქვით, აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქიმია 82.34 და 17.76-მა ვერ გადალახა თითქმის 18%-მა და 7-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა. 2024 წელს ბევრად კარგი შედეგები იყო თითქმის ყველა საგანში. აი ახლა ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა ფიზიკაში, იმიტომ რომ ფიზიკაში 72 და 73%-მა გადალახა, 27-მა და 27%-მა ვერ გადალახა, ანუ ჩაიჭრა 18%-მდე. ესე იგი გეოგრაფია 18%-მა ვერ გადალახა, რომ დავამრგვალოთ, სამოქალაქო განათლება, ქიმია 18%-მა ვერ გადალახა, მათემატიკა 16%-მა და ბიოლოგია 15%-მა. აი ამ საგნებში თითქმის 2024 წელს ყველგან უფრო დადებითი ჰქონდა. ამას სხვა დროს, ანუ რაც უფრო წლები გადის, უფრო და უფრო განათლების ხარისხი ეცემა. შემდეგ მოდით სანამ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ვიტყვით, აი მათემატიკას ვიტყვი და შემდეგ შევწყვეტ მე და ბატონ ომარს გადავცემებას. 30 წელია მსოფლიო გადავიდა ცოდნაზე, მონაცემებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტექნოლოგიური განვითარებაა, სტატისტიკის ცოდნა და აღქმა და გამოყენება. საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. და ეს კი შესაძლებელია ავითვისოთ და ტექნოლოგიებში წინ წავიდეთ და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მივიღოთ სკოლის მათემატიკის კურსის კარგი ცოდნით. და აქ პირიქით გვაქვს საქმე ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში, სკოლის მათემატიკის აში არის რაღაცა უდაბლესი დონე. დავსვათ კითხვა, რა ხდება საქართველოში რეფორმების შედეგად. სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკრეტულად ბატიაშვილის
მინისტრობის დროს მოხსნა პირველი უნარების სავალდებულო გამოცდა, რომელშიც მოგეხსენებათ იყო მათემატიკური ნაწილი. და ეს იყო ყველასთვის სავალდებულო. მეორე, მათემატიკა არ არის სავალდებულო საგანი და იყო სავალდებულო საგანი, ასე არ იყო არჩევითი. მესამე, სკოლის გამოსაშვები გამოცდები, აი ეს ხალხი რომ იცნობს, კატის გამოცდები, ანუ საატესტატო გამოცდები იყო და მოხსნეს, ხო? შედეგად რა მივიღეთ? 39, აი რაც მივიღეთ, ვთქვით აგერ, ხო? უდაბლესი შედეგები. და კონკრეტულად ეხლა ვთქვათ მათემატიკაში 39,000 აბიტურიენტიდან მათემატიკის ცოდნის დადასტურებას ცდილობდა 39,000 აბიტურიენტიდან მხოლოდ 12,979. ანუ საერთო რიცხვის 33%. უმაღლესი ქულა მათემატიკის გამოცდის იყო 51 ქულა, ხოლო მინიმალური ბარიერი 10 ქულა. კიდევ ვიმეორებ, 51 ქულა მაქსიმალური მათემატიკის და 10 ქულა მინიმალური. ახლა რომ დავეკითხე სპეციალისტებს, სანამ დავხურავდი სეზონს, მანამდე მყავდა ჩართვით ქუთაისიდან მეთოდიკის, რა ვიცი, ძალიან ძლიერი დოქტორი და არაერთ მათემატიკის ასოციაციის თავმჯდომარეც მყავდა მოწვეული წინა და წინა გადაცემაში სანამ სეზონს დავხურავდი და ბატონი დიმიტრის მოკლედ და არაერთ მათემატიკოს დავეკითხე. მეც ტექნიკური განათლება მაქვს და რომ ვნახე ეს ტესტები მათემატიკის 10 ქულას აი 10 ქულას მინიმალურს მერვე კლასის კარგი წარჩინებული მოსწავლე აი ძალიან ძლიერი კი არა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის კარგი წარჩინებული მოსწავლე ამოხსნიდა მე არ ვლაპარაკობ ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური კომაროვის რაზმაძის ქუთაისის სკოლის მოსწავლეებზე არა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის და აქ რა მოხდა 2000 აბიტურიენტი ჩაიჭრა ანუ 5%-ზე მეტი ჩაიჭრა ამ 12,000 კაციდან დარჩა 10,979 ხო აქედან ახლა როგორ გადანაწილდა მათემატიკა კარგად იცის 727-მა აბიტურიენტმა ანუ ეს იყო 5,6% თუ დავამრგვალებთ 6% ნორმალურად იცის 826-მა აბიტურიენტმა 6,4% ეს ამ 12,000 იმიდან თორე 39,000-დან კატასტროფა იქნება 1-2%-ამდე დავა საშუალოდ იცის 4,373 აბიტურიენტმა და ეს არის 33 რაღაცა დაახლოებით 34% და 10 ქულიდან 16 ქულა მიიღო აი მინიმალური ქულა და აი 16 ქულამდე ესეც მინიმალურია მიიღო 5,095 სტუდენტმა ანუ იმ 10,000 კაციდან ნახევარზე მეტმა ანუ ეს არის 39% დაახლოებით აი ეს არის ჩვენი შედეგები და აი აქ შევჩერდები ახლა მე იმიტომ რომ პრაქტიკულად საუბარსაც აღარ აქვს აზრი უკვე და ბატონო ომარ აი რა ვიცი ისევ ნერვიულობ გული რომ არ გამისკდეს მოდი ახლა თქვენ გადმოგცემთ სიტყვას რა არის ყველაფერი ამის მიზეზი ჩვენ ალბათ გადაცემის მეორე ნაწილში შევაჯამებ და იქ დასკვნის სახით ვიტყვით, მაგრამ აი თქვენ როგორც გამოცდილი მუშაკი, ჯერ ხელმძღვანელი მუშაკი, შემდეგ ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით 10 წლების მანძილზე 55 წელი. აჰა, ესე იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი უნივერსიტეტებში
რას იტყვით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე. და განუყოფელია ეს მეორე კითხვაც, იმიტომ რომ განათლების ხარისხი არის ჩვენ ქვეყანაში ძალიან დაბალი, ეს ჩანს აქედანაც და განათლების ხარისხი დაბალია სკოლებში. და ასეთ პირობებში უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი როგორ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იქაც ჩემი აზრია ეს დაბალია განათლების ხარისხი. როცა საძირკველი არ არის, კიდევ ვერ აშენებ. კი ბატონო, ბრძანეთ. პირველ რიგში მადლობას ვამახსენებთ მოწვევისათვის. გილოცავთ ახალი სეზონის გახსნას, მის დაწყებას, ასევე მივესალმები ჩვენ თვითონ ტელემაყურებლებს და მოსწავლე ახალგაზრდობას, ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ჩვენი დიდი წინაპრის შეგონება მინდა შევახსენო, რომ სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებას. ვერავითარი აი როგორ გითხრათ, ეშმაკობით, ცოღლუწობით გასვლა და აი ეს ქულების და ნიშნის მიღება ვერ შეცვლის იმ ფუნდამენტალურ ცოდნას, რომელსაც წვალებით და შრომით მიაღწევდა არც არასოდეს დაგავიწყდება. სამწუხაროდ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში 1000 სულ მოსახლეზე უმაღლესი განათლების ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო, ისე დაჩაჩანაკდა, რომ დღეს შეიძლება რაოდენობრივად დღეს უფრო მეტიც არის, მაგრამ სამწუხაროდ ხარისხი სასწავლებლად დაცემული. და ამის ძირი სამწუხაროდ არის სკოლა. თუ სკოლას არ მიეხედა და თუ ისევ გაგრძელდა ამ მოსწავლე და ახალგაზრდობაზე უფლებების ძახილი, რომ ისი უფლება თურმე არ უნდა დაირღვეს, მას უფლება რაც უნდა ის გააკეთოს და ასე შემდეგ. თუ არ გამკაცრდა სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინა სასწავლო დაწესებულებებში, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. მე რამდენიმე ბევრი კრიტიკული წერილი მაქვს გამოქვეყნებული განათლების საკითხებთან, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება განათლება შევალია 55 წელია. ამგვარსიმსებას მსახურები სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე და მე როგორც აი პროფესიონალად ჩემ თავს და მტკივა ხალბატონო მანანა. აი ძალიან მტკივა, როცა განათლებაზე ასე აუღად იხსენებენ და როცა განათლება ასეთ ღრმა კრიზისშია. მე ბატონ ბატიაშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისიც გაკრიტიკებული მყავს, იმიტომ რომ ეს უკვე შეცდომა არ არის, რაც მან გააკეთა. ეს არის ფაქტიურად დანაშაულის ტოლფასია. ხო, მაგრამ ეხლა ბატიაშვილი, მარტო ბატიაშვილი ამაში არ არის, კი ბატონო, უმაღლესი ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მინისტრი ამას ვერ გააკეთებდა. მოდით ასე ვთქვათ და ბატიაშვილი მერე რამდენი ხანია უკვე შეიცვალა, ხო? არაფერი არ იცვლება, კი ბატონო. იმის შემდეგ რამდენი მინისტრი გამოიცვალა, მაგრამ ეს ისევ რჩება. აი მე დღეს მაქვს აგერ ხევთ, აი შევკარი საქმე. აი ამ ტომში არის ის ყველა ძირითადი დოკუმენტი, რისი მიზეზით რატომ არის სკოლა ასე ჩამორჩენილი. ანუ რატომ არ იძლევა საქართველოში საჯარო თუ კერძო სკოლა კონკურენტ უნარიან განათლებას. აი აქ არის ყველაფერი ეს და მე თუ ვერ აუცილებლად უნდა გადავწე ეს საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას და აი თუ დღეს ამ გადაცემაში ვერ მოვასწრებ ყველა ძირითადი დოკუმენტის გახილვას, შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ. კარგით, აი ეროვნული სასწავლო გეგმაზეა ეს დოკუმენტი, როგორ გამოშიგნეს ნაციონალებმა და დღემდე არის ეს ეროვნული სასწავლო გეგმა.
კარგით, აი ეხლა ეკრანზე ჩანს ის დოკუმენტები, თუ შეიძლება ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს მერე როცა დავიწყებ უფრო დეტალურად საუბარს, მერე აჩვენეთ. კი ბატონო, გააგრძელეთ. ხალბატონო მანანა. თქვენ სამინისტროში ნამუშევარი ხავთ და უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ინსპექტირების განყოფილების უფროსი ვიყავ. თან რესპუბლიკაში მე ვაკონტროლებდი ამ სასკოლო სასწავლო გეგმები ხომ იცით ასე თუ ისე, ხო? და აი იქ კატასტროფულად შეამცირეს საათების რაოდენობა. ესია უმაღლესებშიდაც. ეხლა მე მიწე აი და შემოიტანეს რაღაც სტაჟპანდურას საგნები. ესე იგი არ არის საჭირო 12 წელი, 2 წელი, მე-12 კლასში საერთოდ როგორც ამბობენ სწავლა საერთოდ არ არის. მე-11 კლასში 10 წელიწადში გასავლელ პროგრამას ანდობენ 12 წელი. მაშინ როდესაც სასწავლო გეგმით დატვირთვა, კვირეული დატვირთვა 39 და 39 საათამდე იყო დაყვანილია 20-22 საათს. ასევეა უმაღლესებშიდაც. სულ არ არის 4 წელი საჭირო იმისათვის, რომ ეს პროგრამა 2 წელიწადში შეიძლება გაიარო, მაგრამ უბედურება იცით რაშია ხალბატონო მანანა. ესე ვერც რექტორები რაკნან პოლიტიკაა ესეთი. აი ეს არის პოლიტიკა, რომელიც მთავრობიდან მოდის განათლების სამინისტროდან, რომელიც ლიბერალიზაცია, დემოკრატიზაცია. აი ჩემამდე ამდენი ხნის გამოცდილების მქონე კაცი ვარ განათლების სამინისტროში და არ დადის რას ნიშნავს სასწავლო პროცესის ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაცია. აი თუ ღმერთი გწევს, ამიხსენით რა. როცა სასწავლო პროცესი თავისი შინაარსით კონსერვატორულია, კაცო. რას ნიშნავს დემოკრატია? ესე იგი რომ მან არის იქ კრიტერიუმები, რომ ამდენ სისწავლი ამ ნიშანს მიიღებ, ამდენ სისწავლი ამ ნიშანს მიიღებ. კარგით, მე თქვენ ძალიან საინტერესო კითხვები უნდა დაგისვათ. მოდით ასე ვთქვათ, დაფინანსების საკითხი, ფინანსები წვეთს ყველაფერს. აი დაფინანსების საკითხზე რა სიტყვით? ესე იგი, სტუდენტთა სწავლისათვის ფული საკმარისია, ანუ რასაც აძლევენ სტუდენტს იმ 11600 სტუდენტს აფინანსებენ, ხო? სტუდენტთა სწავლისათვის, პროფესორ მასწავლებელთა ხელფასებისათვის, სამეცნიერო საკვლევო სამუშაოებისათვის. პრაქტიკულად საქართველოში სამეცნიერო საკვლევო სამუშაოები უნივერსიტეტში არ ფინანსდება და მაჩვენეთ აბა კვლევა, რა კვლევას ატარებენ? ის კი არა ლაბორატორიული სამუშაოები არ ტარდება, უმეტესობა უნივერსიტეტებში თითოეულა ვიცი, თითზე ჩამოსათვლელი უნივერსიტეტები. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისათვის და ეს არ არის საკმარისი. და კომუნისტების მერე არ განახლებულა უნივერსიტეტებში თითქმის ნუ რაღაც აი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა თავისი ხარჯებით რემონტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსი, მეორე კორპუსი, მაგრამ რადგინდა მეხუთე კორპუსი ახლა მინდა მთავრობას უთხრა და ის რექტორი რატო არ იღებს ზომებს მე არ ვიცი ბატონო ჯაბა მეხუთე კორპუსში დისერტაციის დაცვაზე ვიყავი მისული და ჩამოვარდა ის დისერტანტ სანამ დაიწყებოდა დაცვა და მთლიანად დანგრეულია ის მეხუთე კორპუსი. რას ელოდებით, რატომ არ აკეთებთ? ვიცი რომ არ არის ფინანსები ან რაღაცა, მაგრამ ხო შეიძლება მაშინ იმდენად ავარიულია რომ რაღაცა გაარემონტოთ, რაღაცეები მაგაზე უფრო პრიორიტეტი რა არის. სანამ იქ ან პროფესორი ან სტუდენტი არ მოკვდება, მანამდე არ დაიწყებთ იქ. მაშინ ჩაკეტეთ იმ მეხუთე კორპუსის კარები და გადაიყვანეთ მაშინ ისინი სხვაგან. როგორ შეიძლება ესე? და მთავრობასაც ვეუბნები, მიეცით თანხა უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ გაარემონტოს ის მეხუთე კორპუსი. ეხლა აი ძირითადი არის ფინანსები. Ну, ჩვენ ავირჩიეთ, უარი ვთქვით სოციალისტურ მშენებლობაზე და გადავედით კაპიტალისტურ წყობაზე. კაპიტალისტურ წყობაზე ფული წყვეტს ყველაფერს. ახლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, აი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავითი, შესანიშნავი სპეციალისტია, შესანიშნავი ორგანიზატორია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავის თანამშრომლებს რაღაც შეუნამა. საათები მცირდება, ხელფასები პროფესორების მაღაზია დამოკიდებული. ზოგი ნახევარშტატზე გადაიყვანა, ზოგი ის გააკეთა ყველაფერი, რომ საარსებო წყარო არ დაეკარგათ მათთვის. მაგრამ როდესაც სტუდენტი 2250 ლარს იხდის, ეს არის უკვე 22 წელია. ეს არის კატასტროფა.
ამიტომ ამ 2250 ლარით ან ამდენს როგორ ახერხებს ჩვენ დირექტორი მე ეს გაგვირებული ან სხვა რექტორი არ შეიძლება ამ თანხით მომზადდეს ეს კონკურენტულიანი პროფესიონალი სპეციალისტი. ეხლა გადაცემას უყურე და მე არ ვიცოდი არ ვარ ჩახედული გამყიდო სკოლებში და გამოვიდა ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და თქვა რომ 5000-დან 13000-მდეაო ერთი წლის გადასახადი მოსწავლისგან და იქ რა თქმა უნდა ხელფასებით მეტი ექნებოდა მასწავლებლებს და ჩვენთან პროფესორ კერძო სკოლაში კერძო სკოლებში არ ვიცი რა სკოლაში 12000 ევროიანი სკოლებიც არის 9000 ევროიანიც და 10 მილიონი 16 მილიონი და 15 მილიონი რო რჩებათ 9 თვეში მოგება ეგეთი სკოლები არის საქართველოში გაგვირებული და რჩებირდაბერ გაგვირებული რომ ასეთი რაღაცები ხდება. ამიტომ რა ხნას ახლა ამ რექტორმა ტექნიკური აღჭურვილობა უნდა, კაბინეტ ლაბორატორიას მოწყობა უნდა, ინფრასტრუქტურას განვითარება უნდა, პროფესორ-მასწავლებლებს ხელფასი უნდა. და მე თქვი კიდევაც რომ მასწავლებლებს მოუმატეს ხელფასი და მივესალმები ამას, იმიტომ რომ მასწავლებელი იმსახურებს მაგას რომ ხელფასი მომატებული იყოს, მაგრამ როცა მასწავლებლებს 2200 აქვს და 2500 და პროფესორს 1000 და 1200, აი ეს დიფერენციაცია არ უნდა იყოს. პროფესორს 3000 მაინც უნდა ქონდეს. ზოგან ხო, არ შეიძლება პროფესორზე მაღალი ხელფასი ქონდეს მასწავლებლებს, არ შეიძლება. ეს არ შეიძლება. ეხლა რაც შეეხება აი ამიტომ მე ხელისუფლებას რამდენჯერმე წერილიც მიწერე გამოვაქვეყნებ თხოვე ვიქნებ მით უმეტეს ბატონმა პრემიერმა მე მინდა მივესალმო მას რომ როდესაც მან ის მოვიდა ხელისუფლებაში პრემიერად პირველი სლომა იყო თუ მეორე სლომა განათლების საკითხი დააყენა და მგონი შექმნილია კიდევაც რაღაც კომისია რომელმაც რეფორმებზე უნდა იმუშაოს კი მთავრობა შედის იმ კომისიაში მაგრამ იმ კომისიაში პროფესიონალები თუ არ მიიწვიეს და მე არ ვიცი ვინ მუშაობს იქ არც გასაჯაროებულია ვინ არის ეს ხალხი რა არის თუ მარტო პოლიტიკოსებით არის სავსე ის კომისია და ისინი არა იმ კომისიაში შედის მინისტრები შედიან მინისტრები ხო და მინისტრები ახლა კაცო ინფრასტრუქტურის მინისტრი თუ შევიდა იმ რა უნდა იზორია იყო ისა რა ქვია იყო დივანი იყო კი არა არის დივანი და ჩვენი ის ვაიმე დამავიწყდა ამას წინ ისე სწრაფად იცვლებიან განათლების მინისტრები რომ ამაში წულაძე იყო და ეხლა ნუ გივი მიქანაძეა ანუ დივანი იმ კომისიის კარგით აი ეხლა მე თქვენ გკითხავთ სტუდენტთა დასწრების საკითხები ანუ ლექციაზე პრაქტიკულ მეცადინეობებზე ლაბორატორიულ სამუშაოებზე ეხლა აი ამ წერილში საკვლევო სამუშაოებზე პრაქტიკებზე თუ ასე შემდეგ თითქმის ყველა მას მოვიცავ ასე თქვა თავისუფალი დასწრება ეხლა ეს თავისუფალი დასწრება გაჭირვების ბრალია იმიტომ არის გაჭირვების მოდით მაგვე მივაბავ სტუდენტ კითხვას სტუდენტთა შრომის საკითხები. ანუ მე ვამბობ რომ სასწავლო საათებში სტუდენტის მუშაობა უნდა იყოს დაუშვებელი, აკრძალული. კი ბატონო. ეს უნდა დაარეგულიროს ქვეყანამ. ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის. რა თქმა უნდა ეს თავისუფალი დასწრება შემოგვიძლია. ეხლა მე ვთქვიან რომ არ შეიძლებაო. რა არ შეიძლება. ჩემი ძმიშვილი წავიდა დოქტორანტურაში სწავლობს ინგლისში. მათი გრანტი მოიპოვა. და მან უნდა იმუშაოს დილიდან საღამომდე. მას არ აქვს უფლება რომ მერე დამატებით ასეც უნდა იყოს. სამუშაოები. მაგრამ ეს არის კეთილშობილური მიზნით გაკეთებული რომ ამ გაჭირვებულ სტუდენტებს და მათ ოჯახს აძლევს რექტორატის საშუალებას რომ იმუშაოს, მაგრამ სამუშაო უნდა შეუთავსოს სწავლას და არა სწავლა სამუშაოს. და მუშაობა ინტელიგენცია არ უნდა იყოს იმისათვის რომ მან ქულები მიიღოს. ეხლა მეტყვია რომ ბავშვებს უჭირთ, ბევრს არ უჭირს, მაგრამ მაინც მუშაობს და არ მოდის და არ ესწრება და სასიცოცხლო მნიშვნელობის ლაბორატორიულ მეცადინეობებს აცდენს და არც პრაქტიკაზე არაფერს არ აკეთებს, მოკლედ. მერე ბევრს არა, აი 5000 სტუდენტი დაფინანსებულია სულ 11600, ხო? აი სამშობლო 5000 სახელმწიფო პრიორიტეტი, უფასო ფაკულტეტები, ეგრეთ წოდებული. უფასო არაფერი არ არსებობს, ბიუჯეტი აფინანსებს. ანუ იმ ოჯახს არა გადასახადი. ის სტუდენტიც მუშაობს
და ისე რომ აქ წესრიგია ჩემო ძვირფასებო დასახარებელი. რა თქმა უნდა, დისციპლინა უნდა გამტკიცდეს როგორც სასწავლო, ასე საშემსრულებლო. სხვანაირად კარგი. აი ახლა მე ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს მიმართავ. აი ბატონო ომარ, თქვენც რომ ნახოთ, პირველად ხედავთ ახლა თქვენ ამას. აი ამ ტომში რა არის? აი ბატონო ომარ, როდესაც ნაციონალებმა დაიწყეს რეფორმები, როგორც კი მოვიდნენ, იმ წუთას დაეტაკნენ, ეცნენ სასწავლო გეგმას. ანუ ხალხისთვის გასაგები რო იყოს, სასწავლო გეგმა განსაზღვრავს საგანთა ნუსხას, რა უნდა ასწავლო, მოსწავლეს რომელი საგნები, რომელ კლასში რა უნდა ასწავლო, რატომ უნდა ასწავლო და რა კვირეული დატვირთვა უნდა კონდეს, როგორც ერთ კვირაში, ასევე მთელი წლის მანძილზე. აი ეს იყო იმ იმაში. განადგურეს მთლიანად, გამოშიგნეს, დაარღვიეს ყველაფერი, იქ იყო სტანდარტი, ანუ სტანდარტი რა დოკუმენტია, რომელშიც გაწერილია ყველაფერი. პროგრამა, აი უფრო გასაგებად რომ იყოს ხალხისთვის. პროგრამა, მაგალითად მათემატიკის პროგრამა, ქართულის პროგრამა, ქიმიის პროგრამა, ფიზიკის, ბიოლოგიის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო ყველაფერი გაწერილი, საათები შესაბამისი და ისა. ამათმა ეს ყველაფერი გამოშიგნეს, დაარღვიეს, ის სტანდარტების დაარღვიეს, პროგრამების დაარღვიეს, სტანდარტები პარლამენტის მიერ იყო დამტკიცებული ყველაფერი. ამიტომ რო გავაკეთეთ, თუ შეიძლება, პირველს დაუბრუნდით ისევ რა, სასარჩელო განცხადებით დავწერეთ დასკვნა 104 თვე წერდი, ეს არის ურთულესი დოკუმენტი და სასარჩელო განცხადება შევიტანე. 100 გვერდი გამოვიდა, ეს თავისი ცხრილებით ვის რა დააკლდათ, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი. 10,000-ობით საათები დააკლდა ბავშვებს. რა დააკლდათ? აი ეხლავე გეტყვით, წაგიკითხავთ საათების. ესე იგი, გამოსცეს ბრძანება ახალი და რამდენი დააკლდათ. პირველი მე-11, მაშინ ჯერ მე-12 კლასი არ იყო დამატებული. მშობლიური ენა და ლიტერატურა. დააკლდა 8 საათი კვირაში. პირველი მე-11, ანუ 304 საათი წლიური. უცხო ენა რუსული 6 საათი, 228 საათი, უცხო ენა ინგლისური, ან გერმანული, ან ფრანგული, 2 საათი, 76 საათი, მსოფლიო ისტორია 1 საათი, 38 საათი წლიური, ანუ 38 კვირაო სასწავლო. 38 კვირა არ გამოდის სასწავლო კვირა, არის 36 ან 34, რაც არ უნდა ადრე დაიწყო. ფიზიკა 4 საათი, ფიზიკა, აი რატოა ძალიან ცუდი შედეგები. კვირეული 4 საათი, ანუ წლიური 152 საათი. ქიმია 0.5 საათი, ანუ 19 საათი. გეოგრაფია 1 საათი, 38 საათი წლიური. ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა 1 საათი, 38 საათი და მათემატიკა 6 საათი. აი რატოა ესეთი საგანგაშო სიტუაცია მათემატიკაში 228 საათი წლიური. შემდეგ ბიოლოგია 0.5 ანუ 19 საათი, ბუნებისმცოდნეობა 1 საათი, 38 საათი, ხელოვნება 1 საათი, ანუ წლიური 38 საათი, შრომითი სწავლება საერთოდ გაანადგურეს, როგორ შეიძლება შრომის გარეშე აღზარდო ადამიანი. 23 საათი კვირეული, 114 საათი წლიური, დაწყებითი სამხედრო მომზადება საერთოდ ამოაგდეს 1 საათი, 38 საათი, ფიზიკური აღზრდა 2 საათი. ამ დროს სპორტის შესახებ კანონი გავალებდა, რომ კვირაში 4 საათი უნდა ყოფილიყო და ახლაც ასეა და 2 საათით შეამცირეს 76 საათი და სულ კვირეულად დააკლდა 38 საათი. წლიურად 1454 საათი. აი
როგორ გაანადგურეს ეს ეხლა თქვენ მოგეხსენებათ მილიარდობით თანხებია გესმით ეს ხო ფულია ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო დევასე ამ საათების გამო ხომ ქირაობს მასწავლებელს ეს გადაიყვანეთ ეხლა ფულში ერთ წელიწადს 10 მილიონობით დააკლდა და ეს გააკეთა ნაცემმა 2004 წელს და აი ეს უკვე მილიარდებზეა ეს თანხები ასული და აი ეს მერე რა გააკეთეს გადა ეს ფული სად ჭამდნენ, რას ჭამდნენ, რას აკეთებდნენ, პატარ-პატარა პროგრამები გააკეთეს, რასაც თავის დროზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და ესენი კიდე ახრამუნებდნენ ამ ფულს. ეს დაცები. შემდეგ საათების შემცირების მოსალოდნელი შედეგები მაშინ წერდი, როდესაც სარჩელი შევიტანე. პირველი, ჩვენი მომავალი თაობის განათლებისა და აღზრდის საქმეს დააკლდა საათების კოლოსალური რაოდენობა. მეორე, მოსწავლე ახალგაზრდობის სრულფასოვანი კონკურენტუნარიანი განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება საფრთხეში აღმოჩნდება, მაშინ წერდი და აღმოჩნდა უკვე. მესამე, განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად დაიწევს, შემცირდება. მეოთხე, მოსწავლე ახალგაზრდობა მიიღებს არაკონკურენტუნარიან განათლებას და აქვთ კიდევაც არაკონკურენტუნარიანი განათლება, აგერ 10 ქულას ვერ ლახავს და ვერ უახლოვდება ბავშვი. მეხუთე, გამოიწვევს მასწავლებელთა ტოტალურ შემცირებებს და მეექვსე, თავისთავად შემცირდება სკოლების რიცხვი. 158 ბრძანება, თუ შეიძლება ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს მივმართავ, აჩვენეთ სასარჩელო განცხადების შემდეგ ბრძანება. 158 ბრძანების გამოცემის შემდეგ მნიშვნელოვნად ირღვევა სახელფასო პოლიტიკა, კერძოდ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გამოთვლის წესის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები არ შემუშავებულა. გესმით? ისე შეცვალეს ფინანსები, რომ აი ის ბრძანება რითაც გამოშიგნეს ყველაფერი და 158 ბრძანების სიღრმისეული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა აი მთელი რიგი უამრავი ცხრილები ეს სასარჩელო ისა ყველაფერი ყველანაირი მიმართულებით ამათმა გააუქმეს ვარიანტული და ინვარიანტული ბლოკი გააუქმეს, ანუ სტანდარტს ხო ქონდა მინიმალური ცოდნას, რასაც აძლევს ბავშვს და მაქსიმალური ცოდნა, რომელიც აი ნიჭიერი ბავშვებს კონკურენტუნარიანი რაღაცა. ესენი ცალ-ცალკე იყო სახელმწიფოს ქონდა საათები და ანაზღაურებდა ამას. ამაც ქვიოდა ინვარიანტული ბლოკი, მინიმალურ სტანდარტს რომ ცოდნას რომ აძლევდა და მაქსიმალური ვარიანტული ბლოკი. ყველაფერი მოხსნეს და გაანადგურეს ესენი. ნახეთ, წერ არ არსებობს კანონიერი საფუძველი ინვარიანტული და ვარიანტული ბლოკების გაუქმების, ამათმა გააუქმეს. ინვარიანტული ბლოკის საათების შემცირების, ვარიანტული ბლოკის საათობრივი დატვირთვის საერთოდ ამოღების, შემცირებულია ვარიანტული ბლოკის 31 საათი, რაც კონკურენტუნარიან ცოდნას აძლევდა ბავშვებს, ხოლო წლიური 1078 საათი დააკლდათ. სახელმწიფო საგნობრივ სტანდარტებში ცვლილებები შეიტანეს. ისე კი არ შეიტანეს გაუაზრებლად და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილებების შეტანა, რომლის შედეგად შეიცვალა სკოლის ტიპები და სახეები მრავალვარიანტული სკოლიდან მივიღეთ ისე კომუნისტების დროს რო იყო მხოლოდ მონოვარიანტული სკოლა, ერთი ტიპის სკოლა. აქ ხო იყო რელიგიური, ფიზიკა, მათემატიკური, გაძლიერებული უცხო ენების, ჰუმანიტარული, სხვადასხვა პროფილური საავტორო სკოლები. ხომ იყო? ეს ყველაფერი გაუქმდა. იმიტომ რომ მონოვარიანტული გააკეთეს. აი მოკლედ აი ეს არის დედა არსი და შემდეგ ეს 158 ბრძანება მერე რო გაიგეს რო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აი როცა იბრძოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 173 ბრძანება თუ შეიძლება აჩვენეთ ის დოკუმენტები რა პარალელურად ეს 173 ბრძანება სახელფასო იმაში კი არ ქონდა ჩეტანილი მერე რო ატყდა აურზაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერე შეიტანეს მერე 38 კვირაო და ისინიც გამოვითხოვდა არავითარი 38 კვირა მაშინ არ იყო
შემდეგ ვუგზავნიდი პროფესიულად შედგენილი ის დოკუმენტები, რაც უნდა ქონოდათ, რომ ქონოდათ იმის უფლება ასეთი ცვლილებები შეეტანათ და ასევე აი რომ იყო დამტკიცებული მინისტრით ბრძანებით ეროვნული სასწავლო გეგმა და სტანდარტები იუსტიციის სამინისტროს წერილები აჩვენეთ თუ შეიძლება იუსტიციის სამინისტროს წერილებს და იმათმა მომწერეს რომ საერთოდ არ იყო იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული და რესტში გატარებული ესენი ხოლო ანალოგიის პრინციპით წინა წლის სანამ მოვიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003-2004 წლის ბრძანება 156 აგერ არის გატარებულია იუსტიციის სამინისტროს წერილიც მაქვს და 156 ბრძანებით ეს ასეთივე სასწავლო გეგმა აგერ არის ბატონო იყო დამტკიცებული ამათმა არც დაამტკიცეს შემდეგ ნუ პრესაში და იმაში იყო ერთი ამბავი მერე რო ვიბრძოდით ჩვენ თსუ-დან მერე გამოსცეს რომ ვინც ამ ბრძანებას გაუწევს წინააღმდეგობასო არ ემორჩილებოდა ჭკვიანი და ისეთი გონიერი დირექტორები რომ ფინანსურ მახინაციებში გავეხვევითო და რაღაცა და მერე გამოუშვა ლომაიას ხელმოწერით ბრძანება ცირკულარული წერილი და დაემუქრა ეს იქნება საბოტაჟიო და ნუ ეხა საბოტაჟზე მოგეხსენებათ დაიჭერდნენ მგონი 9 წელი იყო მაშინდელი იმით რა ქვია და აი აგერ მაქვს კიდე წერილები მაშინდელი სამინისტროს ხელმძღვანელობის ხელმოწერილი ჩემ კითხვებზე არის დრო რო იყოს, მაგრამ აუცილებლად წაკითხავთ სხვა გადაცემაში რა როგორ უსუსურ პასუხებს ან საერთოდ ვერ მაძლევდნენ და აღიარებითი ჩვენებები ჰქონდა მოპოვებული და თუ შეიძლება შესაგებელი აჩვენეთ ბოლოს აი და ლომაიას ხელმოწერა აჩვენეთ რო ვიჩივლე რო შევიტანე სასამართლოში აი უსუსური რამ და ეხლა რო გამოდიან და რო ებრძვიან ქართულ ოცნებას ერთ-ერთი ლიდერი ილიაუნის პროფესორი ბატონი ჯანაშია აი მისი უსუსური ის რა ქვია დოკუმენტი რომელიც მოვიდა იქ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ აღიარებდნენ. აი წაგიკითხავთ მე მაგათ მოწერილ წერილებს სამინისტროს ხელმძღვანელობით არავითარი საათებიო სადავაკელითო და მე შესაგებელში ჩაწერეს აღიარეს ათასობით საათის შემცირება და შემდეგ აი მასწავლებლების შემცირება რო დაიწყო გასაფრთხილებელი ფურცლები და აი ბატონო შემდეგ არ დააყოვნა პირსის საერთო პირსის კვლევები 46 ქვეყანა იყო და ერთ-ერთი ბოლო ადგილი დაიკავა საქართველომ მან მხოლოდ ისე ქვეყნებს გადაუსწრო როგორიც არის ინდონეზია, მაროკო, კუვეიტი, კატარი და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და ამას მე ვწერდი როდის ეს იყო უკვე 2009 წელს აი ეს კონფერენცია ჩატარდა სადაც მიწვეული ვიყავი ისევ სამინისტროს პროფკავშირმა ჩაატარა სახელმწიფო პროფკავშირმა და აი ასეთი შედეგები იყო და ვერ ამოვძვერით იმის შემდეგ ის რატომ ხალხნო იმიტომ რომ მე მინდა მოსახლეობამ გაიგოს და მშობელთა საზოგადოებამ ეს ეროვნული სასწავლო გეგმა არის ამის მიზეზი. იქ არდებს ის საგნები, სასწავლო საგნები და საათები და რომ კონკურენტ უნარიანი ცოდნა მისცეს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას. ამიტომ არის ყოველ წელიწადს ერთი და იგივე კატასტროფული შედეგები. რაც უფრო დიდხანს გავჩერდებით ასეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, მით უფრო სავალალო შედეგები იქნება. აი აგერ მაქვს წამოღებული და შემდეგ ამოგიკითხავთ სასამართლო ოქმი. აი და 41 კითხვა დაუსვი კვალიფიციური და აგერ არის მათი სამინისტროს პასუხები. არ ვიცი, არ გაგვიკეთებია. აი ეს არის. ეს უნდა შეეცვალა აქამდე ქართულ ოცნებას და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. უნდა შეიცვალოს ეს. გესმით რა არის მიზეზი? თქვენ კი იცით, მაგრამ ჩვენ აი როცა თუ არ ერთი ორი წუთი რა. მაჩვენებენ რომ ამოიწურაო, მაგრამ ბრძანეთ. აი თუ გახსოვთ სასერტიფიკაციო გამოცდები რომ ჩაუტარეს მასწავლებლებს. მიმინოშვილი იყო მაშინ იმ გამოცდების ის.
87% გამოვიდა საშუალოდ ფიზიკა, მათემატიკა, ქიმიაში ჩაჭრილი მასწავლებლებს. ჯერ ერთი დიპლომირებული მასწავლებლებს რატომ უნდა ჭირდებოდეს სასერტიფიკაციო? არა, მაგას ის რო ჩაიჭრება და გოკა გაბაშვილი გამოვიდა კომიტეტის არა, მაგას საგანგებო ჭრიდნენ, იმიტომ რომ მიეღოთ გრანტები. მაგ კიდე კორუფციაა სხვა. მაგრამ შენ რო პარლამენტის თავმჯდომარის ხარ კაცო, კომიტეტის თავმჯდომარე, იმის მაგივრად რომ დასაჯე ის ან გააფრთხილე მაინც გაგიწყე ის რექტორები, რომლებაც ასეთი წვრილი პროდუქცია მიცდა განათლების სამინისტროს, მოდიო მარჟა დავწიოთო ცოდნისო, რომ აღარ ჩაიჭრა. კარგით, ჩვენ შემდეგ გადაცემაზე ალბათ გავაგრძელებთ, საინტერესო იქნება მაყურებლებისათვის და ჩვენი ხალხისთვის, რომ ეს არის მთავარი დოკუმენტი. მე მინდა ხელისუფლებას მიმართო. სასკოლო განათლებაში არის კატასტროფული სიტუაცია და ასეთ შედეგებზე უნდა დაიწყოს გარღვევა და ამისათვის საჭიროა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მინისტრები იცვლებიან, მარტო მინისტრი აგებს პასუხს. იქ ხომ არიან მინისტრის მოადგილე სასკოლო დეპარტამენტის პოლიტიკის გამსაზღვრელი, რომელიც წლები არ იცვლება კალანდაძე, იქ არის სამმართველოები, იქ არის ისა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ნურავის ნუეწყინება, პასუხისმგებლობა არა მარტო მინისტრების, ამ მინისტრებს უშვებენ მადლობებით. ანუ საშინელი სიტუაცია როა, ამის გამო კი არ იხსნებიან, ავიცი, სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და ასევე მინდა დავაანონსო თქვა, რომ მე ზაფხულში დავწერე კონცეფცია როგორ უნდა შეიცვალოს ეს სქემა. თლიანად შევცვალე და მაგის პრეზენტაციასაც უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. ჩვენი დრო ამოიწურა. გადაცემის თემა იყო სასკოლო და უმაღლესი განათლების გამოწვევები, პრობლემები. გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ბატონი ომარ გოცაძე, პროფესორი და განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანა ნიკოლაიშვილი ვიყავი თქვენთან 50 წუთის მანძილზე და შაბათს 5:30-ზე გაიმეორებენ ამ გადაცემას და ყველას მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. ბევრ უნივერსიტეტებს ჯერ არ დაუწყიათ სასწავლო წელი. და ყველას ეს იქნება მაგისტრები, დოქტორანტები, ბაკალავრები, მასწავლებლები, პროფესორ მასწავლებლები, ტექნიკური მუშაკები, ყველას გილოცავთ, ვინც დაიწყეთ. თქვენთვის მანა ნიკოლაიშვილი, მე მანა ნიკოლაიშვილი მუშაობდი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.